დავით მეფსალმუნე ერთ-ერთი საოცარი ადამიანი დედამიწაზე, ვინც კი დაბადებულა, ერთ-ერთი საოცარი არის, ეს არის მისი ფსალმონში ჩანს. ესეთი რამ კაცო ადამიანთაგან არავის არ შეუქმნია, ასეთი დიდია დავით მეფსალმუნე. ასეთი დიდი ადამიანია. და ის რა თქმა უნდა უმთავრესად მისი სახურება არის წინასწარმეტყველური, ის წინასწარმეტყველებს ყველაზე მეტი წინასწარმეტყველება ქრისტეს შობაზე, მესიის მოსვლაზე დავით მეფსალმუნეს აქვს. დავით მეფსალმუნე და ესაა წინასწარმეტყველს. მაგრამ დავით მეფსალმუნეს აქვს ყველაზე მეტი წინასწარმეტყველება. სიტყვით წინასწარმეტყველებით ემსახურა. დავით მეფსალმუნის სახურება, ასევე მისი სულიერი გაკვეთილი ჩვენ და მე არის, ეს არის სიმდაბლე და სინანული. დაეცა უდიდესი დაცემით, მაგრამ აღდგა დავით მეფსალმუნე და ისევ შეიმოსა სულიწმენდის მადლი. სულიწმენდის მადლი. საოცარია მისი ფსალმუნი, მაგრამ ყველაზე საოცრება არის, რა თქმა უნდა, 50-ე ფსალმუნი. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი საოცრება მისი ფსალმუნებიდან, სადაც დავით მეფსალმუნის სწავლებით არა გარეგნული მოღვაწეობა აცხონებს ადამიანს, არამედ შინაგანი. გარეგნულად რასაც არ უნდა აკეთებდე, შინაგანით აფასებს ღმერთი ადამიანს. რაც გააქვს შიგნით, ისეთია ღმერთის დამოკიდებულება და ისეთი ხარ შენ. ამიტომ ამბობს ის, გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმეახლე გვამსა ჩემს. წმინდა გული და სული წრფელი არის შინაგანის სამყაროს. ეს არის შინაგანი წესრიგი. ამ წესრიგს თორსა მოიპოვებს ადამიანი, მაშინ აქვს მას სიმტკიცე და ის ძლიერება, რომელიც ღვთისმსახურება აძლევს ადამიანს. აი შინაგანი წესრიგი. შინაგანი წესრიგი, რომელიც მოდის მორჩილებით, ღვთის კადონის, ღვთის ზნეობრივი ცხოვრების მორჩილებით მოდის.